მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევანი ვარ, იგივე სტრიტ ბარონი და ჩვენმა არხმა მიაღწია 40,000 გაუმწერიან ნიშნულს, რაც მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან ლამაზი იტალიური ბაიკის ტესტ-დრაივით. მოგეხსენებათ, შეთანხმებული და დაპირებული ვარ თქვენთან, რომ 50,000 გამომწერზე ვიხსნი ჩაფხუts და იგებთ ჩემს სახეს, ამიტომ ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, გამოიწერეთ აუცილებლად. აგრეთვე დღევანდელი ვიდეო საინტერესო იქნება ახალბედებისთვის, მათთვის, ვინც ეძებს თავის პირველ ან თუნდაც მეორე ბაიკს, რაღაც ახალი რთულად შემოდის ხოლმე ჩვენს ბაზარზე, ამიტომ თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პრემიალური ბაიკის ახლოდან გაცნობა. ასე რომ თქვენს წინაშეა 2021 წლის აპრილია RS 660. პირველი, რასაც აქცევ, გინდა თუ არ გინდა ყურადღებას, არის ამ ბაიკის ვიზუალი და ეს მყვირალა, კაშკაშა, ფერები. რამოდენიმე ფერთა-სქემით გამოდის ეს ბაიკი და ყველა ფერთა-სქემა არის ძალიან ლამაზი, რაც მთავარია გემოვნებით არის შესრულებული. იტალიელებს ასეთი რამეები ზოგადად არ ეშლებათ, იცით, ასოციაცია მიჩნდება, რომ თითქოს მარველის სუპერგმირი გააცოცხლესო. ეგეთი ვიზუალი აქვს ამ ბაიკს. აგრეთვე კარგი ახალბედებისთვის არის ის, რომ ბაიკი არის გზაზე შემჩნევადი, ხილვადი და არ არის კლასიკური ჩამუქებული, დაბურული ფერები და S+ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაიკი არის პრემიალური ბაიკი და მის კონკურენტებთან შედარებით მისი შესრულება, აწყობა არის უფრო ბევრად მაღალი დონის, მაინც არის რაღაც დეტალები, რომელიცზეც დაზოგეს. მაგალითად, ავიღოთ საჭე, თუნდაც 4 წლის ბაიკს სახელური არ უნდა დაუსკდეს ასე. ეს პულტი თუნდაც კარგია, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ ის ხარისხი არ არის. პლასმასზე ვამბობ და აგრეთვე kickstand-ი, რომელიც არ ვიცი, ასეთ ლამაზ ბაიკს, ასეთი kickstand-ი რატო უნდა ჰქონდეს ორ ხვთები, შეგრძნებას მიტოვებს, რომ თავისი ორიგინალი მოტყდა, მერე ბიჭებმა ფარეხში სადღაც მილი აიღეს, ძირი გაუფრთხილეს, მოღუნეს და ზედ მიამაგრეს. მოკლედ გამოცდილ თვალს ასეთი რაღაცები არ გამოეპარება და საერთო ჯამში დიდად არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ხვდებით სად არის თანხა დაზოგილი, ასე ვთქვათ. პირველი, როდესაც ახსენებენ ამ ბრენდს, მე მახსენდება სულ 3 მოდელი. თქვენი არ ვიცი. პირველი ეს არის RS 4, მათი ფლაგმანური სპორტული ბაიკი. მეორე ტუონო 1100, რომელშიც RS-ს დეფორსირებული ძრავი დევს. შესანიშნავი ბაიკი, ასევე რომლის მიმოხილვა ტესტ-დრაივი ახზე უკვე დევს და შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან მაგარი ბაიკია და დორსედურო, რომელიც საქართველოში სულ 1 თუ 2 შემოხვედრია და მეტი არც არის, მოკლედ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, ასე რომ დაივიწყეთ. და შემდეგი არის უკვე ეს RS 660. ბოლო წლებია, ბოლო 10 წელი მინიმუმ მაინც, რომ 2 ცილინდრიანი საშუალო ზომის ბაიკები დიდი პოპულარობით სარგებლობს სოფლიოში, 300 კუბიდან 700 კუბის ფარგლებში, ძირითადად ამ შუალედში.
მოკლედ ფული იშოვება მათ, სადაც არის მოთხოვნა, ყველა ცდილობს, ყველა მწარმოებელი შევიდეს იმ სეგმენტში და ამ ხრივ რა თქმა უნდა არც აპრილია იყო გამონაკლისი. და სწორედ აქედან შეიქმნა და დაიბადა ეს მოდელი RS 660 2020 წლიდან იწარმოება მოკლედ. ხმა არის ის, რაც აპრილიაში ყოველთვის მომწონს მათ ნებისმიერ ბაიკზე. არ აქვს მნიშვნელობა Euro 5-ის სტანდარტის სტოკი მაყუჩი უყენია თუ ტრეკის სრული გამშვების სისტემა, მის ვისებურ ძრავს აქვს არანორმალურად კარგი ხმა. თუმცა აქ გვაქვს 2 ცილინდრი და მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ 2 ცილინდრი და პატარა კუბატურის ბაიკები ერთად გამოდის რაღაც საზიზღარი ხმა. ეს ყველამ ვიცით. შესაბამისად ცალკე აღებული ამ ბაიკის მაყუჩიც, რა ვიცი, არაფრის მომცემი არის. ჩვეულებრივი 2 ცილინდრიანის ხმა აქვს დაახლოებით, მაგრამ აპრილიას ინჟინრება ეგ ამბავი მოკლედ გაითვალისწინეს და გააკეთეს ასეთი რამ. Intakes, ანუ ჰაერის შემშვებს აქვს ძალიან მაღალი ხმა და გესმით? აი შესაბამისად intake-ის და თავისი ქარხნული მაყუჩის იძლევა საინტერესო ნაზავს და მოკლედ ისეთი საშინელი აღარ არის როგორც სტანდარტულ 2 ცილინდრიან ბაიკებს აქვთ ხოლმე. თან დასახლებულ უბანში გავიარე სპეციალურად, არავის არ ვაწუხებ. სასიამოვნო ხმა აქვს, ასე თუ ისე 2 ცილინდრიანის კვალობაზე და რაც მესმის მხოლოდ მე იდეაში. ვერ ვიტან ჭავჭავაძის გავზეს, ამდენი შუქრიშარი ღმერთო. შესაბამისად ეს ხმა საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ რაიდით და კარგ ურთიერთობაში დარჩეთ თქვენს მეზობლებთან. რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. დამეთანხმებით, ალბათ ყველას ქონია ასეთი მომენტი და მათ შორის მეც, რომ როდესაც დამწყები ხარ, ყიდულობ შენს პირველ დაბალ კუბატურიან ბაიკს, გვერდიდან რომ შეხედავ, გავს დიდ ბაიკს ერთი შეხედვით 4 ცილინდრიანს, მაგრამ საკმარისია უკან შეხედო, უკნიდან, რომ მისი წვრილი ბორბალი 140-იანი, 150-იანი, ან 160-იანი ამჟღავნებს მის კუბატურას, ასე ვთქვათ. ამ ბაიკის პლუსი ის არის, რომ სტანდარტული სუპერსპორტის საბურავები უყენია, წინ 120-70-ზე, ხოლო უკან 180-იანი, ასე რომ არაფერი არ ამჟღავნებს იმას, რომ ეს არის 2 ცილინდრიანი 660 კუბიანი ბაიკი. გამოიყურება ისე, როგორც ნამდვილი სუპერსპორტი უნდა გამოიყურებოდეს. თავიდან, როდესაც გადავწყვიტე ამ ბაიკის გატესტვა და სანამ პირველად დავждებოდი, ვფიქრობდი, რომ ხო ვიცი, ახლა დამწყების ბაიკი 2 ცილინდრი. რა უნდა იყოს აქ საინტერესო, რით უნდა გამაკვირვოს გარდა მისი ვიზუალისა, მაგრამ დამიჯერეთ ასე არ არის. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ზოგადად მიტარებია მისი იაპონელი კონკურენტები და ეს ბაიკიც სწორედ მათთან საკონკურენციოდ შეიქმნა. Ninja 650, Yamaha R7 არიან მისი, ასე ვთქვათ, მთავარი კონკურენტები იაპონიიდან. თუმცა იმ ბაიკებს აქვს დაახლოებით 65-დან 75 ცხენამდე, ხოლო აქ 100 ცხენი და 67 ნიუტონი. აგრეთვე ეს ბაიკები სხვადასხვა სიმძლავრით გამოდიოდა და გამოდის. ზოგი არის 95 ცხენით, ზოგი 100-ით და არსებობს 105 ცხენის ძალიანი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ცხენი გვაქვს და დამიჯერეთ საკმაოდ კარგი შედეგი აქვს ამოღებული ამ ზრავიდან. ბაიკი იწონის 183 კილოს დატვირთულ წონას და ეს წონა მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად არც იგრძნობა, მოკლედ გამოიყურება და იწონის ისე როგორც სუპერსპორტი, დიდი ბაიკი. საშუალო ბრუნებზე თითქოს მეორე სიცოცხლე, მეორე სუნთქვა ეხსნება. ეს ყველა
ყველაფერი აიხსნება იმით, რომ აპრილას აქვს შემდეგი ფილოსოფია. Be a racer, იყავი მრბოლელი. ყველა მათი ბაიკი იწყობა ტრეკის მოთხოვნების მიხედვით, ტრეკზე მორგებული და მე ეს მომწონს. ბაიკში იგზნობა ის ახალგაზრდული სული ყველა მათ ბაიკში. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ბაიკი კარგად უხვევს, ჩქარდება, აჩერებს და შესაბამისი ელექტრონიკა ვახსენეთ და ბოლო წლებში აგრეთვე ტენდენციაა და მარკეტინგულადაც ალბათ სწორია, რომ კუბატურას აღარ აქვს მნიშვნელობა 125 კუბიანი იქნება თუ 1000-იანი, ტენიან ყველაფერს ელექტრონიკის მხრივ. ნუ მართალია ხშირად ეს საჭირო არ არის, მაგრამ რატომაც არა. აი როგორც ხედავთ გვირაბში შესვლისას, როგორც დიდ აპრილიაზე იყო, აქაც იცვლება დისპლეი, რომ უფრო გარჩევადი და კარგად წაკითხვადი იყოს. აი ასეთი რაღაცეები კარგია. მოდი დავიწყოთ ძრავის რეჟიმებით. რეჟიმები იყოფა ძირითადად ორ კატეგორიად. არის road, ანუ ყოველდღიური მოხმარებისთვის და არის race, ანუ სარბოლო. Road-ი თავის მხრივ იყოფა რამოდენიმე ნაწილად. დავიწყოთ პირველი commute, ანუ ყველაზე ისეთი წყნარი რეჟიმი, შემდეგ dynamic, უფრო დინამიური და ინდივიდუალური. რეალურად ეს არის ძრავის მუშაობის რუკები, ასე ვთქვათ. სინამდვილეში ის ცხენიზალა, 100 ცხენიზალა არსად არ მიდის. უბრალოდ სხვაობა არის იმაში, თუ როგორ გადაანაწილებს ძრავი აქსელერატორის გახსნისას ამ სიმძლავრეს. ეს სამივე რეჟიმი საშუალებას გვაძლევს ჩვენებურად დავარეგულიროთ და როგორც მივხვდით, ინდივიდუალი უფრო მეტი რეგულაციის და ჩარევის საშუალებას იძლევა. და ჩარევაში რა იგულისხმება? შეგიძლიათ დაარეგულიროთ ABS-ი, ჩართოთ, გამორთოთ, სამი საფეხური გვაქვს. ძრავის დამუხრუჭების რეჟიმები აკონტროლოთ, ანუ დამუხრუჭებისას ძრავი რამდენად ჩაერიოს ავტომატურად. დამწყებებისთვის ეს ძალიან კარგია. შეგიძლიათ აგრეთვე დაარეგულიროთ traction control-ი, ანტივილი, 2 ცილინდრიან 660 კუბიან ბაიკზე ანტივილი რა საჭიროა ვერ ხვდები, ან traction control-ი, ნუ კაი traction-ი კიდე ჯანდაბას. რუკები ცვალო კიდე პლუს. თითოეულს 3 რუკა აქვს, არ ვიცი, ნუ სიგიჟია. აგრეთვე ელექტრონიკა საშუალებას გვაძლევს ფარის მუშაობა. ეგეც კი დავარეგულიროთ, თუ რომელი უნდა აინთოს, რომელი დარჩეს სულ, რა დოზით გაანათოს, LED ნათურები აქვს, რომელიც ძალიან კარგად ანათებს. მოკლედ არ ვიცი, აი ახალ ბედასთვის ზედმეტიც კი არის, იმიტომ რომ ვისაც შეხება არ ქონია ზოგადად ბაიკთან და შესაბამისად მის ელექტრონიკასთან, თავიდან ვერაფერსაც ვერ გაიგებს, მაგრამ ნუ დროთა განმავლობაში შეეჩვევით, მოკლედ სულ არ ყოფნას, არაფრის ქონას, ისევე ეს ჯობს ბევრი იყოს და იყოს, რომელიც შესაძლოა ნუ არც არასდროს გამოიყენოთ. არა, მინდა გითხრათ, რომ road რეჟიმშიც მიდის. აღარ ბრუნებზე იგზნობა მერე ის სიმძლავრე, უბრალოდ თავიდან დაბალ ბრუნზე უფრო აი smooth რა სუფთად ანაწილებს რა სიმძლავრეს, რომ ახალ ბედას მაინც არ შეეშინდეს, ასე ვთქვათ, აჩქარება. ეს აშვება. არც გამოუხედია, ისე შემოვიდა მთავარ გზაზე, შენგენაცვალე. აი ასეთი შემთხვევებისთვის ძრავის დამუხრუჭებაც რო გეხმარება, კაია. ნუ მე რა თქმა უნდა გათიშული მაქვს. მოძრაობის დროს შეგიძლია რა თქმა უნდა ცვალო რეჟიმები, მაგრამ თავარი რეჟიმის შეცვლა მოძრაობის დროს არ შეგიძლია. შეხედეთ, აქ ახლა გვაქვს road რეჟიმში, მაგრამ ცვლით commute, dynamic, individualში. მაგრამ race-ზე რო გადაიყვანო, უნდა გაჩერდე. ვაჭერთ ამ ღილაკს, გადავდივართ mode-ში, road, race, ვირჩევთ, გამოვედით უკან და ვუალა, ყველაფერი შეიცვალა.
რაც შეეხება სარბოლო რეჟიმს, აქ გვაქვს ორი ქვერეჟიმი, ასე ვთქვათ, challenge და time attack. Time attack არის ამ ბაიკის, ასე ვთქვათ, ყველაზე ბოროტი რეჟიმი და ახალბედებს ურჩევ თავიდანვე მაგ რეჟიმზე არ გადართოთ. ნუ დიდად კი არაფერი შეიძლება, მაგრამ მაინც. და ეს რეჟიმი საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად გათიშო ყველაფერი. და მეც რა თქმა უნდა test drive-ის ძირითად ნაწილს ვივლი ამ რეჟიმში, რომ მაქსიმალური გამოუწურო ამ ბაიკისგან. ოპა. ნეიტრალი ვიპოვე. ამას ცოტა მოგვიანებით. ხო, რას ვამბობდით, ხო, ბაიკები, ხო, აპრილია, ხო. როგორც ხედავთ, აქ აწერია, რომ ბრენდს აქვს 54 მსოფლიო ტიტული მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სარბოლო რეჟიმი აუცილებლად უნდა გქონდეს ამ ბაიკს, რომელიც შეგიძლიათ ტრეკზე გამოიყენოთ და რა თქმა უნდა ქალაქშიც. და რაში იგრძნობა ეს რეჟიმი აქსელერატორის გახსნისას, აი. ანუ როგორც კი გაუხსნი, შედარებით ეგრევე მოაქვს თავისი სიმძლავრე და აჩქარება რა. ხოლო სხვა რეჟიმებს ცოტა დრო ჭირდება. ანუ ძალის გადანაწილება არის სხვანაირი. ყველაზე ისეთი სასიამოვნო ოპცია ელექტრონიკაში, რითაც მართლა გაოცებული დავრჩი, ეს არის ორმხრივი quick shifter-ი. როგორც ზემოთ ეს რა არის? გზების მორეცხვა დაიწყეს თბილისში? ოჰო! და ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ხვდები, რომ მაინც მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დიდ ბაიკს გავს და ყველაფერი ბლა ბლა ბლა, ზიხარ პატარა ბაიკზე. გას ბოლომდე რო გაუხსნი, ისე არ მიდის, როგორც 130, 150 ან 200 ხელი ზალიანი ბაიკები. და აგრეთვე quick shifter-ი ქვემოთ. სასაცილო მომენტი ის არის, რომ downshift-ის, ანუ ქვემოთ გადართვის გათიშვაც კი შეგიძლია პარამეტრებიდან. აი, არ ვიცი. ფაქტობრივად, თუ კი რამე არსებობს, თითქმის ყველაფერი ამ ბაიკში, ტიპებმა ბევრი არც იფიქრეს RSV-ში, რაც იყო ელექტრონიკა, აიღეს და ჩატენეს პირდაპირ ამაში. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გჭირდება, არ გჭირდება იყოს. იმიტომ რომ ჩვენ გათვლა გვაქვს პრემიუმ სეგმენტზე, იტალიელები ვართ, რაღაც იაპონელები მოკრძალებული ტიპები ხო არ ვართ, თუ მარიაჟობა ბოლომდე ვიმარიაჟოთ და მოკლედ ეს გააკეთეს აქ. ასევე კარგია კრუიზ კონტროლი ბაიკზე, რომელიც რა თქმა უნდა გვაქვს, რა კითხვა არის. ნუ ქალაქში არაფერში გამოგადგებათ, მაგრამ აი სამოგზაუროდ ქალაქებს შორის ავტობანზე, აი ძალიან კარგი რამეა, როდესაც გამუდმებით გაზზე ხელის ყოფნა არ გიწევს და შეგიძლია გაუშვა, წამოწვე შენ სქემოზე და ბაიკი თვითონ აკეთებს ყველაფერს. კარგია. იმის გასაგებად იცვლება თუ არა რაიმე ელექტრონიკის სრულად გათიშვის შემდეგ ამ ბაიკზე და რამდენად საინტერესო ხდება. გამოვედი ხეივანში, სადაც უფრო მეტი თავისუფლება არის. გათიშული მაქვს traction control-ი, ანტივილიც. ზოგადად ამ ოპციებს თვლი რომ საჭირო არ არის ასეთი სიმძლავრის ბაიკებზე, მაგრამ ლიტრიან ბაიკზე არის საჭირო ნამდვილად, ხოლო 600-იან სუპერსპორტებზე თუ ოდნავი გამოცდილება მაინც გაქვს, რა ვიცი, თუ არ გინდა რომ ცხვირი მოტო მაწიოს, არ აწევს, თავისით არ ხდება არაფერი. აი, კონუსით, რა თქმა უნდა, შეიძლება მეორედან და მესამედან წამოწიო, მაგრამ გაზით. აი, გაზით ნახოთ შეუძლია თუ არა. არა, საერთოდ ძრა არ აქვს. მეორე.
არა ანუ შეუძლებელია და პირველი პირველში აღძალა ოღონდ პირველი სიჩქარე აქვს ზედმეტად მოკლე დამუღამება უნდა შეჩვევა აი როგორც კი წამოწევს ეგრევე მეორე უნდა მიცე და გააგრძელო მერე წავა ვილიზე უკვე და ზუსტად ამიტომ ვამბობ რომ ანტივილი და ზოგადად ასეთი ზედმეტი ელექტრონიკა საჭირო არ არის ასეთ ბაიკებზე მაგრამ რომ გაქვს მაინც კარგია იმიტომ რომ პრემიუმ კლასის ბაიკია და ნუ ჭირდება არ ჭირდება უნდა ქონდეს გადაცემები რაც აქ ძალიან მომწონს ნუ პირველი მოკლე აქვს და ზოგადად ასეთ ბაიკებს მოკლე გადაცემები ახასიათებთ მაგალითად ჩემი პირველი ბაიკი 300 კუბიანი რომ ყავდა აი 100-მდე რო ავჩქარებულიყავი რა ვიცი 4 სიჩქარე უნდა შემეცვალა დატანჯული ვიყავი ძალიან დაუწულ სიჩქარეს ვთავდი ამ შემთხვევაში პირველი გვაქვს მოკლე მხოლოდ და დანარჩენი არის გრძელი გადაცემები აი მეორე, მესამე, მეოთხე ამ ქალაქში ამის იქით აღარ გჭირდება რეალურად ძირითადი სამუშაო არის მეორე, მესამე სიჩქარე და ეს კარგია რომ გრძელი გადაცემები აქვს მართალია ნეიტრალს რთულად პოულობს ამის გადაცემათა კოლოფი თუმცა ეს პრობლემა ну თუ პრობლემა ქვია ამას მის ფლაგმანურ უფროს ძმასაც ახასიათებს ასე რომ შეჩვევის ამბავია და მე იოლად პოულობ მაგასაც მაგრამ შუქნის ჭანზე აი ასეთი შემთხვევაც მქონდა მიდი რა იდი მიდი ყვერთო განეიტრალდი ყვერთო ამის კინახამ გავგიჟდი მაგრამ აქ მარტო შეჩვევა არ არის ძირეული პრობლემა აქვს კოლოფის მხრივ ამ ბაიკს რომელსაც ცოტა მერე ვისაუბრებ როდესაც მინუსებზე გადავალ წავედით აგრეთვე კითხვა რომელიც ძალიან ხშირად შემომდის და ძირითადად ეს ტანმაღალ ხალხს აწუხებს პირველ მოტოს როცა ყიდულობენ და გამოცდილება არ აქვთ ამა თუ იმ ბაიკის მეკითხებია რომ აი ეს მოტო რომ ვიყიდო ცირკვის დათვევით ხომ არ გამოვჭდები ზედო ვინაიდან და რადგან ეს ბაიკი გამოიყურება ისე როგორც ნამდვილი სუპერსპორტი იგივე ზომის არის იგივე სიწონის მე ვარ 1.91 და აი ამ ბაიკთან გამოვიყურები აი ასე და ხედავთ კიდევაც რომ აი აუზის ზედა ჭრელი და ჩემი ფეხი ძალიან დიდი სივრცე მრჩება კიდევ და ალბათ მაქსიმუმ 1.90 აი ამ სიმაღლის ადამიანებისთვის იქნება ეს ბაიკი მისაღები რომ ცირკის დათვით არ გამოჩნდეთ მართლა ზედ მის ზევით უკვე 1.90 ზევით არ ვიცი სხვა ბაიკი ან სხვა სტილის ბაიკი უნდა ეძებოთ უკვე ზოგადად რაც შემხედრია ხოლმე ბაიკებზე არის ასე რომ სარკე არის უფრო განიერი ვიდრე კლიპონი საცობში როცა მიდიხარ მანქანებს შორის როძრები თუ გაშლილი სარკე გაეტია ეს იმას ნიშნავს რომ შენ მთლიანად გაეტევი ჩვენ შემთხვევაში რატომღაც პირიქით არის სარკეების განშლა უფრო ნაკლებია ვიდრე საჭის და ის ფაქტი რომ გაშლილი სარკით სადმე გაძვერი არ ნიშნავს რომ ამითაც გაძვრები ну პრინციპში ისეთი დიდად არაფერი ამას ახლა დისკომფორტი და ის არ შეუქმნია მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ ჩემს თვალს არაფერი გამოეპარება საწვავის მოხმარება აი 2 დღეა შეირნობ და ახლა ამინთო ფაქტობრივად აქ გვაქვს 15 ლიტრიანი ბაკი ავზი საშუალო წვა არის 4.5 5 ლიტრა თუ წყნარადიულით
4 ნახევარზე ქვემოთაც. მოკლედ ძალიან ეკონომიურია. 4 ნახევარი 5 ლიტრა ვაიმე. არაფერი არ არის. შესაბამისად. უნდა ჩავასხათ ახლა ბენზინი პირველად. ABS-ის გათიშვა შესაძლებელია, ეს უკვე კარგია, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ბოლომდე გათიშვა თუ ABS-ის ბლოკს არ ჩახსნი და საერთოდ არ გააუქმებ, მაინც შეუძლებელია რა. თუმცა საშუალებას გაძლევს სტოპი გააკეთო. მაინც, იმიტომ რომ ბაიკის გეომეტრია, მისი კომპაქტურობა ამის საშუალებას იძლევა. ну, რაც ბაიქს სახალისოს ხდის მართალია, მაგრამ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ. იმიტომ რომ სტოპიზე ძალიან იოლად მიდის. თან ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ რავი, სტოპების დიდი ოსტატი ახლა მე არ ვარ. რომ არ მოგატყუოთ. რა თქმა უნდა, საბარგული ისტორიულად გაინტერესებთ ყოველთვის თუ რა იმალება ამ ლამაზი სავარძლების ქვეშ. არაფერი საუთავო მაგიდასავით არის, მაგრამ არ ვიჩქაროთ. აი მეორე სავარძელსაც რომ მოხსნი, აქ გვაქვს ბარომეტრი, გაურკვეველი ფერის სტილო და მთლიანი საბარგული არის ეს. და მოკლედ, შეჩოვლები ვართ იმას, რომ ლამაზ მოტოებს საბარგულები არ აქვს და ვერაფერს შევინახავთ შიგნით. აჩქარება. მოდი ვნახოთ, რა შეუძლია. სადღაც 4 წამი ჭირდება 100-მდე. ეგრეც არის, რა ვიცი, ავტომობილების 80-95% ჩვენთან შუქნიშინიდან შანსი არ აქვს. ოდი ბარემ ტოპ სპიდის ვნახოთ. 200-ზევით ძალიან მოკვდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ 0-დან 200-მდე სადღაც 15 წამში თუ აჩქარდა, კარგი იქნება. იმის ზევით უკვე აზრი აღარ აქვს. სავარაუდოდ 215-ზე მივა, მაგრამ 200-მდე საკმაოდ კარგად ჩქარდება. ეს ბაიკი არ არის ტოპ სპიდისთვის და 200 პლუს სიარულისთვის შექმნილი და ვინც ყიდულობს მაგ დანიშნულებით არ ყიდულობს ამ ბაიკს, აქ დარწმუნებული ვარ, თუ ჩაერევი ამ მაყუჩს მოხსნი, სპორტულს დააყენებ, 230-240-ზე წავა. თეორიულად შეიძლება, მაგრამ რატომ? მაგას არავინ არ გააკეთებს. ჩვენი ზაფხულის და ზოგადად თბილისური სიცხეების გადამკიდე ყველა მოტო ცხელდება ზაფხულში და შუა დღეზე სიარული არის აუტანელი, მაგრამ ამ მოტოს შემთხვევაში როგორ გითხრათ, ოდნავ მეტად ცხელდება ვიდრე იაპონური ვარიანტები, მისი კონკურენტები. თუმცა არაფერი ისეთი ატანადია, ერთადერთი ფეხზე ვგზნობ ოდნავ აი ცხუნვარე ჰაერის ნაკადს, ეს არის და ეს. სხვათა შორის აქ გვაქვს ასეთი კონსტრუქციული გადაწყვეტა, ეგრეთ წოდებული მაიატნიკი არის დამაგრებული პირდაპირ ძრავზე და არა ჩარჩოზე. აი ესეთი მასიური სამაგრით და საკმაოდ საიმედოდ არის და ამაზე, რა ვიცი, პრობლემა პრინციპში არასდროს არავის ქონია და არ გამიგია. ამორტიზატორები. მიუხედავად იმისა, რომ ბაიკი არის პრემიალური, ეს მაინც დამწყების ბაიკია.
საშუალო კუბატურიანი და რაღაც სუპერ ბუპერ ტექნოლოგიებს აქ არ ველოდებოდი და არც არის. თუმცა გვაქვს კაიაბას ამორტიზატორები, რეგულირებადი, როგორც წინა, აგრეთვე უკანა და იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის დევიზი და მოტო არის იყავი მრბოლელი, ის რომ რეგულირებადი ამორტიზატორები აქვს, ამაში გასაოცარი არაფერი არ არის. ამ წუთას პარამეტრები აყენია, ასე ვთქვათ, საშუალო სიხისტეზე, რბილია, კომფორტულია და მოდი გავიაროთ ქალაქში, შემდეგ ქალაქგარეთ და ვნახოთ როგორ ამუშავებს გზას და რამდენად სტაბილურად დგას ბაიკი ამ ამორტიზატორების საშუალებით. დავედით. So baby hurt me, say you don't deserve me. Leave me with the heart, you're just getting started. All of the promises ruined by your selfishness. Going back and forth in my მუხრუჭებიც კარგი აქვს, ბრემბო, ორი სამუხრუჭე დისკი აქვს წინ და თავის საქმეს აკეთებს. გამოვახციეთ ქალაქს საგიჟეც და სიგრილეში, როგორც იქნა. ულამაზესი ჟინვალი და ისეთი რა, ლაითი მოსახოვები არის. ახალბედა ბაიკერებისთვის მისწრება. კარგი იქნებოდა აქ იოლინსი ყოფილიყო, მაგრამ როგორი პრემიალურიც არ უნდა უძახოთ, მაინც საშუალო კუბატურაა, დამწყებების ბაიკია და აქ იოლინს არავინ დაგვიყენებს და ვნახოთ კაიაბა რა ბიჭი არის. ესეც ჩვენი chicken strip-ი, ნუ ქალაქში მეტი ახ აღარ გავრისკე. აი ასეთ ადგილებში სასეირნოდ არის ეს ბაიკი შექმნილი. ფურცელზე ასე წერია და რეალობაში ვნახოთ. ჩემი პატარა ბაიკი გამახსენდა. საღოლ, ძალიან კარგი იყო. აი ამისთვის იქნება ეს ბაიკები რა. შესვენება კარგი იყო. რამ დაუბრუნდეთ ჩვენ საქმეს. და შევამოწმოთ საჭის ბრუნი ახლა. ბრუნი კარგი აქვს, როგორც სტრიტ ბაიკი ისე უხვევს. როდესაც კლიპონებს ვხედავ ჩანგლის ზემოთ, ეს ზოგადად არ მომწონს. ნუ ასეთ ბაიკებს ზოგადად ასე აქვს, წარმოებელს უწევს კომპრომისზე წასვლა. იმიტომ რომ შენ ხარ ახალბედა და არ არის საჭირო სპორტ ბაიკის ყველა ბნელი მხარე იცოდე. სამაგეროდ იღებ მეტ კომფორტს, რადგან საჭი არის ზემოთ. წელში ხარ უფრო გამართული, არ ხარ ისე აგრესიულად არზი ხარ და ბრუნიც, საჭის დატრიალებაც, ბოლომდე დაკეცვაც არის მარტივი, იოლი. როდესაც ქმნი მინდა ვიყო სპორტ ბაიკი კლასის ბაიკერს, ასეთი რამეები მოსულა. ნუ ერთადერთი ამორტიზატორს რაც შევამჩნია ის არის რომ რბილია, აი ნუ მე დავახისტებდი ამას, იმიტომ რომ მოსახოვში
ბოლომდე არ მიშვებს, ასე ვთქვათ. მოკლედ, ამორტიზატორი მომეწონა, კაიაბა, კარგია. უბრალოდ ჩემი წონისთვის ცოტა რბილია და ამას აუცილებლად დავახისტებდი, ჩემი რომ იყოს. აი, ხტუნავს. ძალიან კარგია, აი გადაწყობას აკეთებს უმარტივესად. და ეს გრძელი გადაცემები ძალიან დაუწუნ გადართვა რომ არ გიწევს. ასწორებს. ოჩა აპრილი. გიბუშავიეთ. თითქმის გავაქრე. თან იმ პირობებში რომ ამორტიზატორი საერთოდ არ არის გასწორებული, რბილია, ჩემ წონაზე კითხვები არ მაქვს. ამ საბურავის ცვეთით შეგვიძლია მივხვდეთ კიდე ამორტიზატორი სწორად გვაქვს თუ არა, ზოგადად. აი შეხედეთ როგორი არათანაბარი არის ცვეთა, ხტუნავს თითქოს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ვერ ამუშავებს ამორტიზატორი თანაბრად რა, გზის უსწორმასწორობას და ეს უნდა იყოს სწორხაზოვანი. ამ შემთხვევაში ამის გასწორება ჩვენ არ გვჭირდება და უბრალოდ მისი შესაძლებლობების გაგება მაინტერესებდა. გეუბნებით რა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამის ვიზუალი არ მოეწონება. ხო, და ბოლოს ყველაზე საინტერესო ბროშურებზე, სადილეროში, ინტერნეტში, როდესაც სურათებს ათვალიერებ, ყველაფერი ლამაზად ჩანს, ყველაფერი კარგია. მაგრამ დაუბრუნდეთ უხეშ რეალობას და ყველა მოტოს, თითქმის ყველა მოტოს აქვს მინუსები და მინუსები გვაქვს აქაც, რადგან აპრილიასთვის ეს არის ახალი ნიშა, პირველად შექმნეს სეზდრავი და როდესაც რაღაცას პირველად აკეთებ, თითქმის ყოველთვის რაღაც გეშლება. სწორედ ამიტომ ვერიდები ზოგადად და არ გამომყავს ცენტრიდან ბაიკები. თითქმის ყველა გეუბნება, რომ აი ჩემ მოტოზე ცუდი არ თქვა, ბლა ბლა ბლა. ეს ერთი. და მეორე, თუნდაც ის ფაქტი, რომ ბაიკი მაგ დროს არის გასახმარისებაზე, ანუ ეგრეთ წოდებული აპკატკა არის გასატარებელი და მაგ დროს რა უნდა გატესტო და რა უნდა გაიგო ბაიკის კარგია თუ ცუდი ან როგორ დადის, მე არ მესმის. მსგავს რამეებს სხვა იუთუბერები აკეთებენ, ვისაც მოსწონს ეგეთი ტესტ-დრაივი, გზახსნელია, უყურეთ და მაგრამ მე ყიდვისას რაღაც ისე რო არ აღმოჩნდება და არ მოგეწონებათ, იტყვით რომ ნეტა ლევანისთვის ამე დაგვეჯერებინაო. მოდი დავიწყოთ მარტივით, რადგან ბაიკი არის პრემიალური, იტალიური, ამდენი რაღაცეები აქვს, რა გახდა რომ ერთი აი $40 დემპერი დაგეყენებინათ საჭეზე. ამ წუთას რაღაც ჩინური გაურკვეველი წარმომავლობის დემპერი აყენია ბაიკზე, რომელიც მის მფლობელმა დააყენა და ისიც რა ვიცი, არ მუშაობს და ან არა, უფრო არა. ამ ბაიკის ფასს რო გაიგებთ, ბევრს არ მოგეწონებათ. საერთაშორისო ფასს რო შევეშვათ, პლუს მინუს ყველგან ერთია, მაგრამ ქართულ სადილეროს საიტზე რო შევიდეთ, იქ ფასები იწყება $33,000-დან, რაც არის დაახლოებით $12,000. დარწმუნებული ვარ ფაზაკლების პერიოდში, ან ისედაც რაღაც ფაზაკლებას გაგიკეთებენ და დარწმუნებული ვარ მსუყესაც. მესმის რომ ასეთ რაღაცეებს სხვა მწარმოებლები არ გვთავაზობენ, მაგრამ ამ ყველაფრით რომ თავდებოდეს მინუსები, კარგი იქნებოდა. მოკლედ 2020-ში გამოვიდა ბაიკი, რა ვიცი, ხალხი გაგიჟდა, გადაირია რა ვიზუალი, რა პარამეტრები, ოფციები, ბევრი რამე აქვს ბაიკს, ძალიან კარგი გაყიდვებით წამოვიდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნაწილი მომხმარებლებისთვის ბაიკი მუშაობდა კარგად,
ზოგი ეგზემპლარი იყო იდეალური, პრობლემა არ ქონია, მაგრამ მეორე ნაწილს ზოგს ზეთი გაზდიოდა ძრავიდან, იყო შემთხვევები, რომ ცილინდრი უფეთქდებოდა ზოგს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ზეთის ტუმბო იწვებოდა, ძრავები ისტუკებოდა, იყო შემთხვევები, რომ სამჯერ შეუცვალა სადილე, რომ ამერიკაში ზოგიერთ კლიენტს ძრავი და ბოლოს როგორც იქნა გაამართლა. 2020-ში და 2021 წელში იყო ასეთი პრობლემები. და ზუსტად ეს ბაიკი არის 2021 წლის. გარბენი რეალურად ახლა აქვს სადღაც 5-6 კილომეტრი. არ ვიცი ამის ისტორიაში არ ჩამიხედია რაიმე აქვს თუ არა შეცვლილი, მაგრამ ძრავი ყველაფერი კარგად მუშაობს, თუმცა ვიპოვეთ მაინც ერთი პრობლემა, რაც არის გამოსასწორებელი და იქ ამერიკაში არ მოუგვარებიათ. როდესაც ბაიკი არ არის აი ბოლომდე კარგად გახურებული და ჩერდები, მაგალითად შუქნიშანზე, პირველ და მეორე სიჩქარე შორის ვერ გადართავ, იჭედება კოლოფი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ თუ ჩააქრო ირთვება უპრობლემოდ. ასევე სანამ გაჩერდები ბოლომდე და მოზრაობ, მანამდე უნდა იპოვო ნეიტრალი, თორემ მერე ვეღარ იპოვი, ანუ ვეღარ გადართავ ფიზიკურად, პოვნას ვინჩივის. ზუსტად მაგის გამო მივედი სადილეროში ჩვენთან, მითხრეს რომელ წლიანია შენი ბაიკი, აუხსენი ჩემი პრობლემა, ჩემი რა ამ ბაიკის, გაეცინათ და მითხრეს რომ მაგ ტესტ დრაივს რომ მორჩები, მოტოს ფლობელს უთხარი ბაიკი მოიყვანოთ ჩვენთან და რამოდენიმე წუთში მოუგვარებთ უპრობლემოდო ეგრეთ წოდებულ სცეპლენიას აქვს გარკვეული ხარვეზი მექანიკური, რომელსაც უმარტივესად ჩვენი სადილერო ასწორებს. თუ ჩამოყვანას დააპირებთ და არ გინდათ რომ რაიმე სურპრიზები დახვდეთ, ეცადეთ 2022 წლიდან აქეთ იყიდოთ. იმიტომ რომ 22-დან უკვე გამოსწორება დაიწყეს მაგ ყველაფრის და ის პრობლემები აღარ ხდება. ჩაატყი ხელი. მაგარი ბიჭი. წყალიც დაულიე, ცოტა შევისვენე. იმიტომ რომ ჩვენი ზაფხული ძალიან ცხელა, ძალიან. მოკლედ, მთელი პრობლემა ხარვეზები იყო ეგ. დღეს უკვე ახალს თუ ვიყიდით სადილეროდან, ეგ პრობლემები აღარ იქნება და ჩამოყვანითაც შეგიძლიათ თავისუფლად ჩამოიყვანოთ, იმიტომ რომ 2020 წლის მერე აპრილი აწარმოებს ამ ბაიკებს, გამოცდილება მიიღეს და დახვეწეს მოკლედ. და ბოლოს ერთგვარი შეჯამება რო გავაკეთოთ და კითხვა ვიყიდი თუ არა მე, მოდი გაგცემთ ასე პასუხს. ბიუჯეტი გიწყობთ ხელს, მოდი ასე ვთქვათ, აქედან დავიწყოთ, მაგის პრობლემა არ გაქვთ და ეძებთ პრემიალურ ბაიკს, აგრეთვე ბაიკი გჭირდებათ გადასაადგილებად A პუნქტი და B პუნქტში მისასვლელად, სამსახურში სამოძრაოდ, ქალაქგარეთ ხანდახან მეგობრებთან ერთად სასეირნოდ, სერპანტინებზე გასართობად, ისევე როგორც ჩვენ გავერთეთ ამ ვიდეოში. საკმაოდ ისეთი კარგი და დინამიური აჩქარება 0-200 საკმაოდ კარგი აქვს და ამავდროულად გინდათ რომ თქვენი ბაიკი იყოს ეკონომიური, ცოტა სწავდეს, ვიზუალურად ლამაზი, იმდენად ლამაზი რომ ყველა თქვენ გიყურებდეს და ამ ყველა პარამეტრს რო აკმაყოფილებდეს, მაშინ კი ეს ბაიკი არის სათქვენო. და პასუხი კითხვაზე, ვიყიდი თუ არა მე, რა ვიცი, ჩემს პირველ ბაიკში მივეცი $2500. ხო, ეს მეორადი ჩვენ ბაზარზე ღირს 7-დან $8000-მდე, ნუ სამჯერ მეტი. ნუ ჩემი ნაირი ბიუჯეტის მქონე ხალხისთვის, რომელიც პირველ მოტოში ამდენს გაიმეტებს, არ არის. ხოლო რომას პასუხი ეს არის, ისე ამ ყველაფრის მერე პლუსების მერე. შენი აზრით ღირს ეს ბაიკი იყიდი, ანუ შენ იყიდი? არა. არა? რა არის პრობლემა? მაღალი ფასი. ფასი. ხო, მოკლედ ყველასთვის არ არის. სამწუხაროდ. მაგრამ როგორც ისე ცალკე აღებული ბაიკი კარგი. არ ვიყიდდი იმის გამო, რომ
ну უბრალოდ ჩემს ბიუჯეტს ცდება თორე ფაქტია სადილეროში ეს მოტუები იყიდება რამოდენიმე წელი ყოველ წელიწადს ქუჩაშიც ხედავ დადის სულახალი აპრილიები ესე იგი ну თავისი მყიდველი ყავს ამ ბაიკებს და მიხარია რომ რაც მეტი ახალი ბაიკი იulis ჩვენთან ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მოკლედ ну მე დღეს ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე რომ თქვენთვის გამეცნო ეს ბაიკი და ყველა ის ნიუანსები მეჩვენებინა, რაც მისმა მფლობელმა უნდა იცოდეს სამომავლოდ, ან უბრალოდ მოტომოყვარულმა. ისეთმა როგორიც ჩვენ ვართ. ну დღეისათვის პრინციპი სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ 50000-ზე იქნება ის ეპიზოდი, რომელსაც ну რამდენი წელია ელით უკვე. და მეც ერთი სული მაქვს პრინციპში ეგ ეპიზოდი ჩავწერო. გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. აბა დროებით. წავედი.